გამარჯობა, მეგობრებო, ეს მოგზაურის ნაამბობია, მომენატრეთ პირდაპირ გეტყვით და დაგიბრუნდით. მაგარის ნუმარი გვყავს დღესაც, ერთი სული მაქვს, როდის წარვადგენ ჩემი დიდი ხნის მეგობარი და მონატრებული კაცი და გაუმარჯოს. აი ეს არ უნდა დავაფუჭე. გააფუჭე. მაგრამ არ ვითომ არ უნახავთ, ვინც ვერ მოასწრო, ამოჭერით, ეს ამოჭერით. არა, ამას აუცილებლად დავწევით, კარგი იყო, მადლობა. მოკლედ, სანამ კი წარვადგენ მაინც კიდევ ერთხელ შემოხდა კადრში, მაგრამ მაინც მანამდე შეგახსენებთ, გამოგვიწეროთ სადაც გვიპოვით. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ვიმყოფებით დაფნე პოდკასტ არიაში, რომელიც მდებარეობს იოსებიძის 67-ში, თბილისში. ახლა კი სოფლიო ჩემპიონი მოგზაურობაში მიხეილ ანდღულაძე. მიშა, მადლობა ჩემო. რომელ კამერას მივესალმო? მონატრებულო. ამას ხო? სტუმრობისთვის ხუმრობა გვერდზე იყოს და კარგი დიდარი, ასე ვთქვათ, ისტორია დაგიგროვდა მოგზაურობის და დრო იყო უკვე რა მოწვევის და მადლობთ მოწვევისთვის. ყველაფერს აკეთებდი იმისათვის, რომ მომეწვია, იმიტომ რომ ყოველ კვირაში ხან გერმანიიდან, ხან ჩემო ბატონო იწერები და ჩემი ოფისით. პირველ რიგში მადლობა, გაგიმარჯოს, მოდი და პირველი დაგლოსო და მშვიდობა იყოს, სადაც წყალი და ქართული აქ. როგორც ცხელა და წყალი დავლიოთ. შედარებით ესე გრილი ზაფხული გვაქვს, მაგრამ მაინც ცხელა. ჩვენების ხო იცი ეს წყალი რატოა, კაი, თვითონ წყალია, კაი. წყალია. გილოცვა პირველ რიგში ბატონო ზაქრო. მადლობა. ჩემო ძვირფასო, მე და ზაქრო ვინც არის ის 60 წელია ერთმანეთს ვიცნობთ. მე თვითონ 44-ის ვარ და ზაქრო 83-ის. კი. ორის და 65 წელი ერთმანეთს ვიცნობთ. აღარც მახსოვს, როდის მეგონი ერთად დავიწყეთ მასაკანის თამაში უნივერსიტეტის სცენაზე, ხო? უბრალოდ 19 წლიდან დავიწყე მე უნივერსიტეტში. ერთმანეთს, კი ბატონო. და შენც მე მეგონი მეორე სეზონიდან უკვე შენ. კი. შევეჯახეთ კიდე. შენ იყავი ქუთაისელებიდან. კი, პირველი ორი ჯანელის გუნდში ხო იყავი? კი, ჯანელა ოთო ვიყავით ჩვენ. კი ბატონო. ერთად. მოგეთ ასეთ. ხო რა, გილოცავ, რა ვიცი, ამ პოდკასტია თუ როგორც არის, რომ სადო შვენიერი დასაწყისია. მე რო უყურებ ამ ჩვენ კომედიანტებს და იუმორისტებს, ეხლა გვაქვს ჩვენ მიაზრით ყველაზე რთული შეიძლება იყოს კრიზისულიც, ფსიქიკურად, ფიზიკურად, ყველანაირად რთული, მაგრამ ესა გვაქვს ეგზისტენციალური რენესანსი. მე ესე დავარქვა, ცოტა ფილოსოფიურად. ეს არის შემოქმედებით კომედიაში ეგზისტენციალური რენესანსი, აი ესეც წაწერ. კი ბატონო, საანონსია ჩა. ეხლა გავხსნათ რა არის ეს. ეს არის პროცესი, როცა ჩვენმა პრაქტიკულმა გამოცდილებამ მოგცა იმხელა შესაძლებლობა, რომ როცა ჩვენ გულში და შიდა საუბრებში საუბრობდით, ვამბობდით, რომ გვინდა მეტი თავისუფლება, აგერ არის თავისუფლება და აიღე. ხო და არ ყოფილა ადვილი, იმიტომ რომ თავისუფლებას და თავის ხარისხს, რომელსაც ადამიანი ითხოვს, მე ხურისხმობ შემოქმედებით თავისუფლებას, ამას აქვს საკმაოდ დიდი ფასი. მე მომწონს რომ ვიხდით, ვინც ვიხდით ამ ფასს შემოქმედებითად და ყველანაირად, ფიზიკურად, ფსიქიკურად, აბსოლუტურად ყველანაირად. მე მომწონს ეს პროცესი, იმიტომ რომ ეს ის გზა არის, რომლითაც შენ თუ ბოლომდე ივლი და სწორად ივლი მიიღებ იმ შედეგს, რომელსაც მე შენს პირად ბედნიერებას დაარქმევ რა და პირად ბედნიერება, რომელიც მოპოვებული გაქვს შენი თავისუფლებით გადამდებია. იმდენად გადამდებია, რომ მოგერევა მხოლოდ ალბათ დაბანილი გარეთ გასვლა. მეტი ვერაფერ ვეღარ მოგერევა მე. მოკლედ ეს გასავლელი იყო, გავდივართ. ეს ამიტომ ჩვენ უნდა შევხედოთ ამას ნათელი მხრიდან. ამას დავარქვათ როგორ თქვი წეგან? შემოქმედებითი რენესანსი. კი ბატონო. ეხლა მოგზაურობასაც ეს რაც შეეხებოდა ფილოსოფიას. ახლა ძალიან ხშირად პოსტავ ხოლმე, რომ გაქვს ხოლმე სტენდაპები სხვადასხვა ქვეყნებში. ესა ევროპული ქვეყნები ჭარბობს, ხო? უფრო ხშირად როგორც ევროპა, ამერიკა, ძირითადად ხო, აზიას ვერ შევეჭი, ვერ პოულობ ამ იმ ქართველებს აზიაში, ვისაც სტენდაპ კომედია უფრო მეტად. მოდი მაშინ ყველაზე ქართული ქვეყნები დავიწყოთ, მოდი ასე დავიწყოთ. კი ბატონო, მოდი დავიწყოთ ქუთაისით, ეს არის ნიუ-იორკი. კი ბატონო. ყველაზე ქუთაისული ქალაქი. ყველაზე იმერული ქალაქი, ეს არის ნიუ-იორკი. ყველა ხალხი, ესეა ხოლმე ჩემი მოგზაურობა, რომ იწყება ახალი წლიდან, აი წელისათვლა რომ იწყება, ჯერ არის ამერიკა და მე მოდის ხოლმე ესე ნენელა უკან. ხანდახან წრეზე მიდივარ ხოლმე ეს ლოს-ანჯელესი, კალიფორნია.
იქით მე რო ფიქრობ ხოლმე ბერინგის სრუტით შემიძლია ნავით გადავიდე რუსეთში. ანუ რა ვიცი რომ დაუკვირდი, იმდენჯერ ვიყავი ახლოს ამ ბერინგის სრუტესთან კალიფორნიიდან, რომ დიპლომატიური სამსახურით შემიძლია შევითავსო. დაუშვათ დავათფო ურთიერთობები ტემპერთან. როგორ დათფება მე არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ვცდი, რა ვიცი. არავის არ გამოვიდა, ერთს ხო გამოუვა, შეიძლება გამოცდილებით რაღაცა. ხო და ესე მოყვება ხოლმე და მე მოვდივარ უკვე ევროპის სამბო იმახ ხოლმე და ესე მე ვამთავრებ თბილისი და ესე გამოდის მოკლედ. თვითონ ამერიკაში ყველაზე ქუთაისური რომელი ქალაქი იყო? ესე იგი ნიუ-იორკი. ნიუ-იორკი არის ყველაზე ქუთაისური ქალაქი რა. ნიუ-იორკიც უკვე ისმის. ნიუ-იორკერებს სულ ტყუილად გონიათ რომ ნიუ-იორკი ნიუ-იორკს გავს. არ შეიძლება ამბობ კიდე მაგას. ხო აი ჩვენ ხო გავიგიო რა თბილისი აღარ გას. გაივსო რა ვიცი რაღაცით. ყოველთვის ხო თბილისი რაღაცით ივსება. ოღონდ რითი ივსება ეს ვერ არის ბოლომდე დადგენილი და ნიუ-იორკშიც არის რომ გაივსო ეს ნიუ-იორკელები ამბობენ რომ გაივსო ეს ისა ქალაქი ჩვენი ქალაქი გაივსო ანუ ნიუ-იორკელები წუწუნი მოსმენელი გაქვს კი ნიუ-იორკი წუწუნი გაივსო ეს ჩვენი ქალაქი ქართველი განსაკუთრებით იმენებით კი ბატონო ერთახი საბახალწესაც შარშა ნახევარი სამსახური ჩვენია წასული ვარტო სამწუხაროდ თუ საბედნიერო სხვასთან კი ბატონო ხო და ჩვენები აქედან გამომდინარე ესე მე ვითვლი და ვერ დავთვალე აი როგორ არის ნიუ-იორკში რომ ჩავდივარ ხოლმე და ბრუკლინის მეტროდან რო გამოდიხარ აი ჩვეულებრივი რომელიღაცა უბანია თბილისის ან ქუთაისის შერეულია რა უკვე ვიზუალითაც კი და აი ხო რაღაცა აუ ვიგაიჯი და ეგრევე ვერძე იქ რაღაც ბუტკები რო არის საბითუმეები იქაც ქართველები იქ ეგი ვინ ჩამოდი ბიჭები აქიდა აღარ ვერ ვინ ჩამოდი ბიჭა მოდი ჩვენ და ბიჭო ყავა დავლიო და აი ჩვეულებრივი ისე რა ანუ არ გიგძნია დიდად რა ანუ ჩვენ ვართ მეგონი ყველაზე სწრაფად ადაპტირებადი ხალხი რა უცებ ენასაც უცებ ვავცელებთ და რაღაცა ეს საოცარ ნიჭი გვაქვს ჩვენ ისე ახლა საინტერესო დეტალს შევეხეთ და გასაგებია აი ქართული ხმები იქ რო გესმის ანუ იქ ჩატანილი ქართული დეტალები გასაგებია მაგრამ ისეთი ქართველი თუ გინახავს რომ იქაური ქუდია ხურა ესეთი მომენტი ხო არ გიგზნია სადმე რომ რაღაცა შეცვლილი მოგეჩვენა ძალიან საინტერესოა ეგ საკითხი მე მქონდა ერთი ესეთი შემთხვევა წინა ახალ წელს ერთი კონცერტი დავნიშნე ნიუ-ჯერსის მხარეს არის ერთი ქალაქი ვესტფილდი ესე ქვია. ანუ იქაური ვაკეა რეალურად. რა წარმოიდგინე იქაური ვაკე. აი ძალიან შეცკავება და რაღაცა ძალიან ესეთი ვიწრო კომუნა და აი ძალიან ეს დახვეწი. რაღაცა იმასავე ხო არის ევროპაში ეგეთი მაკეტივით ქალაქები როა. და ესე იგი ვერაფრით ვერ გადავწყვიტე და ჩამეტარებინა თვა, იმიტომ რომ შეთანხმება ყველაფერი იყო. ერთ კვირას მეუბნებოდე რომ ისა ბევრი ხალხი იქნება მეორე კვირას მეუბნებოდე რომ ვაიმე რაღაცები გაშეიცვალა მე მესამე ბოლოს მეუბნები რომ კაცო თქვენც ხომ არ გაქვთ რამე ფარული კამერა თუ რა ხდება ანუ დღეს ვატარეთ მე არ ვატარებთ რა ხო უნდა გავიგო რას ვაკეთებთ და როგორ მქონდა იცი რომ რადგან ახალი წლის პერიოდია ხო ამერიკაში დაგიგმილი აქვს ისე რომ მინიმუმ რამოდენიმე კონცერტი მოხომე და დღე გამოშვებით რა ანუ ერთ დღეს ერთ ქალაქში ვარ მეორე დღეს მეორე ქალაქში ვიყო და მით უმეტეს მე კალიფორნიაში როცა მიფრინა სულ არის ხოლმე რომ აი კონცერტი თავრება და მიფრინავ და ზუსტად უნდა მოვასწრო გზა თქვენ რა ისე ვერ ჩერიდე თავის მესე კაბით დამი დარბენა გამოცვლასაც ხო და რა ხდება მეთქი ვეუბნებია აი არ ვიცი ბოლო წუთამდე მოდიო დაგველოდეთო და კიდე გააგებინებთო რა ხდებაო და მე ბოლო წუთამდე კონცერტს ვინ ატარებს მე სურო ორ კაცი ატარებდი რა ბოლო წუთს დაგიერე 100 თან რომელიც 2 საათია რა ის კონცერტის დღე და 2 საათია და დავანებე თავი რაღაცა ვფიქრობ უკვე კალიფორნიის იმაზე კალიფორნიის პროგრამაზე ვარ ისა მიმდგარი და 6 საათზე იყო დანიშნული კონცერტი მირეკავენ 5 საათზე ჩავატაროთ მიშა მიშა რა ჩავატაროთ 5 საათი არ წავედი ჩავატარეთ როგორ მოხდა აპარატურაც ერთ საათში ვიყიდეთ თან იხოც ამერიკული სისტემა როგორ არის ეს რა მარკეტინგის შეგიძლია აპარატურა ვიყიდე სადღაც იყიდო გამოიტანო იმუშაო ამით გააკეთო საქმე და მეორე დღეს დააბრუნო არ არის პრობლემა ხო რა სხვა მასშტაბებია რა ის როგორ მოასწრო აქრო ისე წუწუნი გიწევს თუ რაღაცა ეგრე ეთქობა გაყიდული ბილეთების მიხედვით გადაწყდა როგორც მოხდა მე ესეთ რაღაც მოხდა მოკლედ მე როგორც აღმოჩინე ქართველების რაღაც ნაწილი ვინც დიდი ხანია უკვე დაფუძნებულია
ცდილობს რომ შეინარჩუნოს ის გარემო და ის სიმშვიდე, რაც თავის ამ გარემოში და ამ ადამიანებში წარმოუდგენელი. რაღაც ნაწილი რომელიც ახლად ჩასულია და რომელიც ჯერ კიდევ არ არის მორგებული ამ იმას. მოკლედ, რაღაცნაირად ერთმანეთს ერიდებიან რა. ერიდებიან, რას ერიდებიან, არ ვიცი, დისკომფორტს, კონფლიქტს, ამას იმას არ ვიცი. რამოდენიმე შემთხვევები იყო, რომ აი მოვლენ, დალევენ, იჩხუბებენ, მერე შერიგდებიან, მერე ამას ჩარევენ, იმას ჩარევენ, ეს მოვა ისო, მერე ისე და თან რაღაცა ჩემი რიდის აღარ აქვს ქალი ვარო და აღარ არის უკვე გამოსავლებსაც ვეღარ ხედავ, ამიტომ ბოდიში ხანდახან ქართულ ივენთებზე ისეთ ამბავი, მაგას მოყვა სხვათა შორის ის აფრიკის და საქართველოს ვიზების პრობლემა. ეს სერიოზული პრობლემა არის. ამას რა უნდა ეშველოს არ ვიცი, მაგრამ ანუ მე რო ვეკითხებოდი რა ხდება, ანუ ხდება ის რომ უკვე ჩვენ ქართველებიც კი როგორც დავაკვირდი, ერთმანეთისგან რაღაცა ჯგუფები უკვე ისე გაიმიჯნა და ისე გამსხვავდებით უკვე ერთმანეთისგან, რომ გამოდის რომ უკვე გაჩნდა რაღაცა შიდა ჯგუფები რა, როცა სადღაც შეიძლება ვიღაცის გამო ვიღაც არ მივიდეს და პირიქით. ეს ახლა პოლიტიკის დიდი დამსახურებაა ერთის ხრი, ხო, მაგრამ მეორე ამბავი არის კიდე ალბათ ემიგრაციის ჭირი არის ეს რა, ზოგადად. მიგრაციას აქვს ეს დიდი მინუსი ალბათ, რომ ერთი და ანუ ერთ-ერთში შეიძლება გამოიწვიოს დაპირისპირება არა ადამიანური, უბრალოდ აი მენტალური დაპირისპირება რასაც ხია რა. რომ მე შენ პატივს გცემ, შენგანაც არ მაქვს პრობლემა, მაგრამ ჩვენ გვიჭის ერთად აი ერთ სივრცეში დაჯდომა და გაზიარება რა. ეს სერიოზული მენტალური რაღაცა ის ხიდივით არის რა, რაც მე დავინახე და მეუცნაურ სევდიანიც არის თან, იმიტომ რომ ესე ანუ ასეთ პატარა იმაში, ნუ იქ კიდე სხვა კურიოზული საბოლოოდ იჯდნენ რამოდენიმე ქართველი ასაკოვანი ქალები წინ ეტლით მოსარგებლე ძალიან მოხუცი კაცები ვისთანაც არიან ოჯახში, ესენი წინ ამერიკელები და უბრალოდ იყურებოდნენ, იღიმოდნენ, უკან ესენი იღიმოდნენ, არა, უფრო იცი რა არის, მოწონდათ რომ პირა აი ეს ახლოს ხედავდნენ და რაღაცა სხვა, იცი როგორი საღამო ჩატარდა, რომ კომედიური საღამო კი არ იყო, ეს იყო დაახლოებით, მე წარმოვიდგინე რომ მე ვიყავი 97 წლის და მქონდა ბენეფისი. ბენეფისი მქონდა და ესეთი ღიმილიანი თბილი რაღაცა ჩატარდა და შენი საღამო იყო როგორ იცხოვრე? აი რაღაც ეგეთი და მე ეს ამას გაჩუქებ და იმას გიყიდი და თქვენის გიტარო როგორ ერთი ქალი სიას ჩუქნი და ძალიან საყვარელი იყო, უსაყვარლესი. ვაიმე, შენ ვიცი რომ გიტარაზე უკრავ და დიდი სიყვარული და ჩავეხოდა. ის მინდა გიყიდოთ რა, ის გიტარა მინდა, country გიტარა გიყიდოთ რა. ის რო არის ზევიდან აი ესეთი ის რო არის და აბა ერთი აღმისწერეთ რომელი ეხლა ეგეთ შანს არ უშვებ ხოლმე ხელიდან. კი ბატონო გიტარა რამდენს ჯერეთი მეთქი მადლობა მაქვს, მაგრამ არა, უნდა გიყიდოთ. რომელი გიტარა? აი ის ბევრი სიმები რო აქვს ეს და რომელი გიტარას ჩუქნიდე და რომელი უნდა წამომეღო. country მუსიკოსები იყენებენ ძირითადად რა, ну აი Pink Floyd-ს იყენებს. ბევრ სტილში გამოიყენა, მაგრამ ძირითადად. აი ეს დიდი მაგიდაა და ზედ არის სიმები არის მაგიდაზე ზედ გაშლილი. და ზევიდან Slade-ით უკრავენ რა, იმის რკინის მასრით. ეგ რა ყველა ერთი მაგისი ტრანსპორტირება რაც დაგიჯდება ერთი მანქანის აი ძალიან დიდი არა ქალბუთ ამას ვერ წავი არა უნდა გაჩუ რატომ ჩუქიდა მაინც და მაინც იმ გიტარას მე ახლა დავვიდ მე კიდევ ჩამოვალ ვესტფილდში და აუცილებლად მაგ გიტარას წამოვალ მართლა როგორ უნდა წამოიყვანო ხო აი ეს ეგეთი მე ვეკითხებოდი აი აქ რატო მოხდა ეს რა ავიცი აი ეს ვიღაცა შეგვიკეთავს ნამცხვარს მე შეიძლება მე აქ ვისა ძალიან რთულიაო აი რო იქირავო დაუშვათ რაღაც ფართი, იმიტომ რომ იმდენად ეს ვაკეა, რომ აი ესე იგი ყველა თაობა უნდა ყავდეს, მოკლედ შენ ძალიან დასავლური რა. ბაბუა რო იყოს სტალინისტი ალბათ, ხო, სივრცეს არ მოგაგირავებს. და რაღაცა ეგეთ წინააღმდეგობებს და ოღონდ ისეთ კომიკურ წინააღმდეგობებს აწყდები რა. ეგ იყო რაც დაამახსოვრა, თორე სხვა შემთხვევაში ახლა ისეთებია ხოლმე რომ შენ თვითონაც გიკვირს რომ სინამდვილეში ძალიან პატარაა რა პლანეტა რა როცა ერთხელ მიფრინა და ორჯერ ნუ გედიდება გზა მაგრამ ამერიკაში მაგრამ მერე
ჩოლებად ხდება ხოლმე აისავრ ხოლმე. ეხლა მე სამსახურს გადავფრინდები ამერიკაში. გერმანიაში ეგრე როცა დამირეკავს მეგობარი, კახალგაბელეს ხო? კი, როგორ არის. კახალს დუსელდორფში ახლა. ახლა მაგ არის საყვარელი. ეხლა ოქტომბერში გვექნება კიდე. კახა მე დიდი ამბავი გააკეთა კიდე. დაამატა სივრცე და. ხო რა. ხო და კახაბერში კიდე გვექნება ამბავი და მე ესე აქეთ ქალაქები. კახა რომელ ქალაქშია? დუსელდორფში. დუსელდორფი. აუ, ჩემი მშობლიური ქალაქი. მე უნდა მესწავლო მაგ ქალაქში მართლა. არც ახლა გვია, მეც ვიყავს ქალაქი ძა. ხო და ეგეთი ამბავი ხომ და ნუ უკვე ის არის, მე ვიწროვდება გზა დროში აღქმის ამბავში თორე გზა იგივეა და აი ხალხი რო იტანჯება ხოლმე, აი მე როდის ჩაფრინდեմ ამერიკაში, მე რო დაჯდება ხოლმე თვითონავით კიდე მე ბოლოს ჩავდივარ ხოლმე რა, ჩავედით ის. შენი ოფისით დადიხარ რა, აი ყველაფერი იქ არის. რა მნიშვნელობა სამსახურში რა ამჯდარ ხარ, დილიდან საგვიამობამდე, იგივეა რა. რაც დაგიმოკდა. ფილმებს უყურებ ხოლმე გზაში? აი რატოღაც ვერ უყურებ? უბრალოდ გზაში მან ხოლმე სულ რაღაცა საწერი სამუშაო რომ გზად ვიყო. მე რაღაცა ის ძალიან ის მაქსიმალისტი ვარ ხოლმე რა, რომ შვიდად ვიყო ხოლმე. შფოთვა არ მქონდეს არანაირი. თაინცი არის ეს სტენდაპის სირთულე აღმოჩნდა იმ რთული რომ ამ ხელა პროგრამა ჩვენ წერით ხოლმე 20 კაცი თუ გავს როცა ფილარმონიის კონცერტები ქონდა. ანუ იგივე დრო მაქვს აჭერი ერთ კაცს. იმიტომ რომ მინიმუმ 1 საათიანი პროგრამაა. სამი ნაწილია მინიმუმ, რომელიც შეიცავს მუსიკას, კოსტუმერებულ შოუს და მონოლოგს და ანუ ხა მორჩი მანდ არ არსებობს რა, ჯერ ხო იცი. ჟანრის ახლა საკმაოდ რთულია. არც შემოქმედებით სფეროში არ არსებობს რაღაცა დავამთავრე და მორჩა. არ მორჩა, ვერ მორჩება. თუმცა სხვა არის უნდა იცოდეთ, თორე მე ვირ გაგიფუშდეს რაღაცა. აქედან გამომდინარე ხო, პირიქით. საქმეს რა დალევს გზა იყოს და. ეხლა შენ ქართული ქვეყნით დაიწყე და თუ გინდა არა ქართულ, ნუ ნაკლებად ქართულ ქვეყანას გადავიდე, თუ გინდა ნელა მოვიცვათ აქეთ აი კახაც რადგან ვახსენე, თუ გინდა რო შევადაროთ როგორია ევროპაში ჩატარებული საღამოები, ის ასევე ქართველებისთვის. რითი განსხვავდება? აი მანდა ძალიან რადიკალური განსხვავება ქართველებს შორის იუმორის საქმეში მათ შორის. ანუ იცი მე ვაგვირდები ადამიანებს შორის განსხვავებას ალბათ ჩვენ მივდივართ იქ სადაც ჩვენი რაღაც სააზროვნო სივრცეც რაღაცა მექანიკურად თითქოს ჩვენ გვერგება რა და მე ჩვენ ესე ერპოულობთ ერთმანეთს რა და მიგივე ხდება ემიგრაციაშიც. აი მქონი ესეთ შემთხვევაც რომ კალიფორნიაში იყო 2 კონცერტი მქონდა, პირველ დღეს მოვიდნენ ვიხორხოცეთ, მეორე დღეს იყო სპექტაკლის რაღაცა სიჩუმე და აი ესე და ბიჭო ვერ მივხვდი რომ ამ ხელა განსხვავება როგორ შეიძლება მე თქვი ვეკითხები ხო პროგრამა ერთი და იგივე იყო და ხო ქართველები იყვნენ ესეც და აღმოჩნდა რომ ყველა ქართველი იყო მე ვეკითხები რამე ხო არ მოხდა რამე პანაშვიდიდან ხო არ მოდიხართ ან რაღაცა ესეთი სიმშვიდე არა მე სამსახურიდან წამოვიდით ბიჭო დაღლილები ვართ ახლა და ძალიან გაგვიხარდა რომ გნახეთ რაღაცა აი საჩუქარ რაღაცა კონიას გაჩუქებს აი სათებელის აი რაღაცა არის ხოლმე რა რომ სხვადასხვა ნაირ ქართველი სხვადასხვა ნაირ ჯგუფ შეიძლება წააწყდე კი ბატონო რომ ინტერესი შეიძლება აბსოლუტურად განსხვავდებოდეს ერთი ჯგუფისა მეორისგან რა. ხო, უბრალოდ მაგ ჯგუფის ინტერესი ხა როგორც იკვეთება, გამოდის რომ იყო უბრალოდ მონატრება და შენი ნახვა უნდა და შეასრულა მოვალეობა. მიშა არის სანახავი. ბერს ნაფიქრებ დაღლილი სამსახურიდან მოვიდა. ბერს ნაფიქრებ. ხო, და მაგის გამო ხოლმე მაქვს ხოლმე ისა პლან B, ხო იცი? რო თუ ვატყობ რომ იქ რაღაცა ვერ ავაგდე ისე, ნუ აუცილებლად მე კაბა ეს კიდია ყოველთვის რომ კოსტუმრებული კომედის შოუ მე უნდა აუცილებლად რომ ბოლო დაარტყმა. ეხა განწყობა რო თქვი, აი აუდიტორიის ხო, ჩემი მეგობარი მიყვება, ჩემ ბავშვობის მაკაცი ცხოვრობს ინგლისში და ის დადის ხშირად სტენდაფებზე. ხო და იქ ყოველთვის არის, ესე იგი მაყურებელი, ან შენ რო იქ მიდიხარ, მზად უნდა იყო მის შენც ჩაქრთავში. სცენაზე აყავთ, ეხადავებიან, რაღაცა მოკლედ და ანუ მართლა ხშირად არ წავსულა, იმიტომ რომ არ იყო იმ განწყობა დაღლილზე არ წავსულა, იმიტომ რომ ახლა ჩემი პრობლემები მაქვს და არ მინდა იქ სცენაზე რაღაცები მე თუ კაი განწყობაზე მაგარია გასართობად. შენ გაქვს ესეთი რაღაცები ჩართულობა მაყურებლის აბა ხო, ეგ ჩართულობა ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა. აი ამერიკელებს ყავთ ერთი სტენდაპერი მაქს ამინი, ირანული წარმოშობის ამერიკელი, რომელმაც ალბათ ყველაზე კარგად მიაგნო აი ხალხთან ჩართულობით იუმორს რა. ყველაზე კარგად გამოვიდა. როცა ეს მონოლოგის ფორმატის სტენდაპში აბსოლუტურად სუსტია. ნუ ჩემი აზრით რაც მინახავს
და არიან მეორე კატეგორიის სტენდაპერები, არის ეგეთი ტრევორ ნოა, აფრიკული წარმოშობის ტიპი, რომელიც უნიკალურია, აი პაროდიებში, მონოლოგის სტილის იმაში, მაგრამ ძალიან სუსტია იმ ხალხთან იმაში. ასე რომ ეს რაღაცა უნარია რა. ან ერთი გამოგეთ, თუმცა კი ძალიან პოპულარულია, იმიტომ რომ როგორც ჩანს ეს მონოლოგის ფორმა რაღაცა შეიძლება თავი ამოწურა რა, იმიტომ რომ როცა მონოლოგი გაქვს შენ მაინც სმენადობას ითხოვ და მაყურებელი ზის მუდმივად ჩუმად. აი ეს გართობა და შემოსვლა იმაში ძალიან რაღაცა შეიძლება პრინციპში გახდა უფრო მეტად მასობრივი რა. ეს გავს ძალიან ბერძნულ ამბავს რა. აი მაგალითად ძველ ბერძნებს, ანტიკურ ბერძნებს ჰქონდათ ეგეთი დღესასწაული. ეგ ალბათ ჩვენს დაგვჭირდება ცოტა ხანში რო არ გავგვიჭდეთ. არ მახსოვს რა ერქვა, მაგრამ იყო დღესასწაული დაახლოებით რომ დაარქვა ის ლანძღვის დღესასწაული. თუ რაღაცა თავისუფლებს, აი ადამიანები ქუჩაში გამოდიოდნენ და ყველა ერთმანეთს ეხუმრებოდა როგორც უნდა. მოსაკრეფი, მოუკრეფავი, თუ გინდა აგინებდა ვიღაცა. დაცლის დღესასწაული. ისე დაახლოებით ჩვენ მაგ ამბავში ვართ ახლა. ჩვენთან უკვე მაგრამ უბრალოდ ფესტივალში არ არის ჩვენთან გადასული, თორე ჩვენ ახლა საცოფში ყველგან დღესასწაული. კი, სოციქსელებში რაც ხდება. სოციქსელებში მithმე. ხო, ეგ რო გადავიტანოთ ჩვენ უკვე კომედიაში და აგრესიის დაცლაში ისე რომ ეს იყოს ფესტივალი, მე მგონი არ ვარ ჯორს მაგისგან და მართლა გქონდათ ეს მე ძალიან საინტერესო რაღაცაა რომ ესე იგი როგორც კი შემოვიდაო აი სოკრატეს ეს აზროვნება როცა შემოვიდა უკვე ჩაკეტა თითქოს ნაღდი ბერძენი ანუ ჩაკეტა ინსტინქტური ბერძენი ლაღი რომელმაც დაიწყო აზროვნება და მერე შემოიტანა მორალი რა ამ ყველაფერმა და მორალმა უკვე შექმნა აი სიტყვის პრობლემა რა სიტყვა რომელიც არის რაღაცა სიცოცხლის მომცემიც და სიტყვა რომელიც გახდეს საშიშიც ანუ რეალურად ეს ამის ისტორია ასეთია ძალიან საინტერესოა როცა როგორ შეიძლება სიტყვის გამო ვიღაცას აძლევდნენ შეიძლება რაღაცა პრემია სადღაც ხო რომ აი სიტყვა რომელიც ლიტერატურაში აისახა და შენ მიიღე პრემია იმიტომ რომ მაგარი სიტყვისგან შექმნე რაღაც და სადღაც ვიღაცა სიტყვების გამო კლავდნენ შეიძლება ამიტომ ეს აბსურდია სიტყვა სინამდვილეში სიტყვამდე არსებობს აი ეს მოქმედებითი ამბავი რა და ეგ მე როგორც მივხვდი მაგიტომ გახდა ეხლა მასობრივი რომ ადამიანებს სიტყვების მოსმენა სადღაც შეიძლება მობეზრდათ უკვე რომ მე დავფიქრდე მივიღო ეს ტექსტში ჩავიხედო მე გადავამუშავო და გამეცინოს ჯერ ეგეთი ძალიან რთულია ჩვენ ხო გახსოვს მონოლოგს ვატრიალებით რომ ხუმრობდით აი დღემდე რჩება ჩემ ამოუცნობ იმას რომ მონოლოგი როგორ დაწერო ისე რომ 100%-დან ასივე იყოს მაგრამ არ ვიცი მე დღემდე ვერ მივაგენი მაგას და ხოლმე 20 კაცი ვატრიალებით და არ არის ხუმრობები და გავიზდეს მაშინ არ არის ხუმრობები და კონკრეტულ თემების მიხედვით თემა კიდე გეხმარება თემები ქონდა კიდე ხო ქონდა თემა გეხმარება და იმ თემაზე კიდე ის არის და როცა ნულისგან არაფრისგან უნდა შექმნა იმიტომ რომ ჟანრი ის თემა რა თქმა უნდა მაშინ სტენდაპშიც ირჩევ თემას და კი მაგრამ მაინც ხო ამოუცნობთ ამიტომ ეს მასობრივის ხალხთან პირდაპირ დიალოგში იმპროვიზაციულად შესვლა როგორც ჩანს გახდა უკვე მოთხოვნა მე საერთოდ ვისურვებდი რომ სიტყვა რაღაც პერიოდი რომ გაქრეს აი რო ფიქრობთ რომ ომებს რა გააქრობს და დედამის ჩემი აზრით უნდა გაქრეს სიტყვა ეგ როგორ უნდა მოხდეს არ ვიცი აგზალვა ვერ იზავს მაგრამ ანუ სიტყვამ რომ დაკარგოს თავისი მნიშვნელობა და მოქმედება იყოს ყველაზე ნაღდი რა იმიტომ ფაქტია რომ სიტყვებმას სიტყვა იყო პირველი და მაგით დაიწყო საუბარი და ფილმია ამერიკული ფილმია არ მახსოვს ძალიან კარგი ფილმია მახვრი როცა მთელი სიუჟეტი მიდის ერთი უკვე პენსიაზე გასული მსახიობი ჰოლივუდის მსახიობ ქალის სახში სადაც დაპირისპირება არის იმაში რომ ეს ქალი აღარ არის პოპულარული და ვარსკვლავი იყო ადრე მაგრამ ეს ქალი იყო უხმო კინოს მსახიობი ანუ მუნჯური კინოს მსახიობი იყო და როგორც კი შემოვიდა კინოში ტექსტი და ხმა ეს ამ ქალმა დაკარგა მოკლედ თავისი ცნობადობა რა და აღარ იღებენ ფილმებში და ეს ძალიან საინტერესო დაპირისპირება ეს 50-იან წლების კინო მე მგონი აი ეს დაპირისპირებაა რომ როცა კინომ დაკარგა რეალურად ნამდვილი თავის სახე იმიტომ რომ მაინც კინო ჯერ წამოვიდა მოქმედებიდან მოქმედებაა და მე წამოვიდა ტექსტში კინოში რა ხო მე გაჩნდა და ხო და ახლა ჩვენ სურს წავედით ძალიან შორს წავედით მაგრამ მე მინდა რომ ქართველებთან დავბრუნდეთ ხო დავბრუნდეთ თან გარკვეული ჯგუფებზე საუბრობდი ხო და ან ხო იქ დავბრუნდები რომ აქაც ცადე და რატოღაც ნუ უფრო სასაცილო და ალბათ ვიტყოდი რომ უფრო ემოციურად ნასიამონები წავიდა ადამიანი, როცა ამ მასობრივ პირად იმაში ემოციებში შედიხარ, რაც უნდა მაგრამ ხომ თქვა მოკლედ
ყოველთვის იმპროვიზაცია იქვე მოფიქრებული უფრო მეტად ფასდება. ალბათ ჩვენ ყველა ეგრე ვართ მაყურებლები და აქაც ნუ არის ნახოთ ყოველ შემთხვევაში მე მინდა რომ ეს რაღაცა ქართული გახდეს რა. გავაკეთოთ ქართული და იყოს მხოლოდ ქართული ჩვენ. ხო არის დამოკიდებული თვითონ იმ კონკრეტული სტენდაფის წარმატება, იმიტომ რომ ის თემა უნდა იყოს იმ მაყურებელთან ახლოს, რომ იმან თავისთავად დაინახოს. ხო, ეგ თავისთავად. სცენაზე აყვანის გარეშე და ეგ ამბავი არა. ხო, მაგის გარდა იცი რა არის, მაგის გარდა იყო რომ მინდა რომ მე ქართულ ენას მოვარგო ეს სტენდაპის ამბავი, იმიტომ რომ დღეს ისე ჩანს თითქოს რომ სტენდაპი რაღაცა მარტო ამერიკულ იმას ეკუთვნის და არ ეკუთვნის. არაფერს შუაში არ არის მაგათთან. ეხლა უფრო ადრე კიდე ეკუთვნის ანტიკურ საბერძნეთს, მაგრამ ჩვენი გვაქვს გასაკეთებელი და ეგ ჩვენ ენაზეა მოსარგებლები, იმიტომ რომ დიდი ენები ხო პატარა ენებს უყლაპავს რა, სულ არის ეგ სულ. და ეს დიდი ენა თუ საერთაშორისოა თავისთავად იმაზე. აბარა, მithome სულ ყლაპავს და მე იცი რა, მე არ ვიცი ახალგაზრდები, ჩვენზე ახალგაზრდები ამას ხვდებიან თუ არა, ძალიან ბევრი სიტყვა უკვე ქართული ჟღერს ინგლისურად. ეგ არის პრობლემა. ძალიან ბევრი. აი მე მომისმენია კაის რო გეუნება ადამიანი, ჩემხელა ადამიანი, რომელიც 80 ჩვენ რას ვეკუთვნით? ბუმერებს რაღაცა სახელი. რა ვიცი, ჯენზი არა და მილენიალები თუ რაღაცა, ხო? აი მილენიალი თუ ის ბუმერი გეტყვის, კაის გეტყვის. კაი, ან კარგის და ეს ჯენზი გეტყვის კაი. ანუ დაახლოებით გეუნება ისეთივე ჟღერადობით, როგორც ოკეი. ხო რა, კი ბატონო. და ოკეი, იქაც თვითონ ნიუ-იორკ ინგლისურშიც კი შეიზღუდა. თუ ძველ ფილმებს რო უყურებ ინგლისურს და ოკეი და O's და K's-იც არის, მახვილი გესმის ეხლა. კეთ კაკრა. აი, ოცარი და კცარალი და ერთი ის არის კიდე ნიუ-იორკში ერთი სვეტსკური უბანია. Soho. ხო, ეს უკვე და მანდა ვაგვირდებოდი ხოლმე ხოიცი შენ პროფესიული ყური ხო სხვანაირად მოწყობილი რაც განიცდის იმას აგვირდები და აი რაღაცა ბრუკლინში შედიხარ how is it going ეკითხება რა შვები მე ცოტა იქ მანჰეტენისკი გავიდე how's it უკვე going მოაკლო გამიგე და მე ამ სოხოში რო გავიარე სადაც ძალიან სვეტსკები და has საერთოდ შეგიმწირა და მანდ მიხდი რომ აი საერთოდ შეიძლება დაგერხეს რომ შენ წარმოედგინე თვითონ ერთ შტატში ენა როგორ იცვლება ერთი წინადადება და აქ ახლა ესე პატარა ენამ როგორ უნდა გაუძლო ამ შემოტევებს სხვა შემოტევებს რა არაფერი შენ როგორ არის გააციეკ არ ვიცი მე რასაც დაუკვირდი ენის ამბავი არის მუდმივი პროცესი და შენ სწავლობ იმას რომელიც შენ სააზროვნო სჭირდება მაგალითად მე ვსწავლობ იმ ენას იმ ინგლისურს რომელსაც ჩემ პროფესია მოირგებს რა ანუ კომედიურს რა და ნუ ეხლა რაღაცა AI-ს და იმისწავლა და რაღაცა ეგ დამეტებს და ტექნოლოგიების ენაც ნუ ისედაც ვიცით ეხლა ხო ყველა მაგრამ ხო და იმაზე წავედი ჯგუფებზე თქო რა ერთი მაგარი ჯგუფი წეგან გეუბნება კოლეგები მეგობარ შევეხმე ტელევიზიაში მუშაობდა ის და სადა ტელევიზიაში მუშაობდა თუ აქ საქართველოში მუშაობდა და პირველად რაღაც პროექტებში და სადახარ მეთქი და აი ახლა სადო ჩამო აქ ჩაატარო მეთქი არა ჩაადარგე ვკითხე მე თქვენთან არის რესტორანი არა აქ არ არის რესტორანი მაგრამ ვიკითხაო აქ ვარ თუ მარტო ტელევიზიონში კებიო რა საინტერესო ანუ რაღაცა ჯგუფიც ტელევიზიის ესენი რა ქვია ტიპები რა სადღაც ამერიკაში ერთად გასულ რაღაც 200 კაცი ვართ რა სულ ტელევიზიაში კებიო რა ანუ იქაც რაღაც ჯგუფი გაჩნდა რა სამიანობელ თუ უბრალოდ რაღაცა ინტერესო აი უბრალოდ ისე დაემთხვა რომ ეთყობა გაიგე ამან იმას უთხრა ამას ვეღო და აი ტელევიზიაში კები აღმოჩნდა რაღაცა არა რამე სტუდია ხო არ აქვს ხო არ იღებენ არა უბრალოდ არის არა უბრალოდ აღმოჩნდა რომ ის რაღაცა პატარა კუნძულზე იქაური ემიგრაცია ტელევიზიაში კების იქ არის რა და არ არის ქართული რესტორანი მეთქი არ გახსენით თუ იმდენი ხართ უკვე რომ 200 კაცი გაია. საინტერესო იქნება. ეგეთი რა, იცი რა, მე ერთი გრანტი რო დამათრევინა, დიდი ხანია მაგ წიგნის გამოცემა მინდა რა. კულტურის მნიშვნელობა, აი ამ მიგრაციის რაღაცა პროცესში, ოღონდ ენობრივად რა, რასაც წეღარ მომავდი რომ იმ ადრე გადავდი რომ აქ რო დაუშვათ ნანულის პერსონაჟი დიასახლისი ქართველი ქარო ამბობს რომ ესა ჭამეთ ბატონო თუ ავალაგო იგივე ფრაზას ხო იგივენაირად ამბობს ამერიკელი ქალიც ოღონდ სხვანაირი წყობა და აფრიკაშიც იგივე მეტო სოციალური ესა რა ქვია გარემო ხო განსაზღვრავს ენის წყობას რა და ეგ ინენად საინტერესოა და მათ შორის კიდე აი ეს ამ მოგზაურობაში ნანახი სხვადასხვა სოციალური ქცევები რომელიც იცვლება ქვეყნის გამოცვლის გამო და არა იმიტომ რომ შენ რამე შეგეცვალა ან ერონება შეცვალე ან რაღაც ანუ უბრალოდ იცვლი გარემოს და იცვლება შენი ქცევების და ენაც იცვლება რა და
მაგის მთელი გადაობა არის, როცა 3 ენას და 4 ენას ერთად ხვდები ქართველში. აი, იმ დღეს სტენდაპი ქონდა. ერთი მეგობარი მიყავს, მეგრელია, თვითონ მანამდე მოსკოვში ცხოვრობდა, იქ რაღაცა. ეხლა ამერიკის მოქალაქე და რაღაცა მეთქი რა შვები მეთქი ეხლა აი ცხოვრებაზე რას მიჩე მეთქი ამერიკაში და იტოქში რა არის მიშა იცი გეგმით უნდა წამოხვიდე потому что you don't know what happened რამდენი ენაზე წინი რა აჭრილი აქ როგორ რამდენი ენაზე მითხრა რა უნდა ქნა ანუ ცოტა ყველაფერი გავიგე ხა რაც მითხრა მაგრამ ნუ აი ხო და ერთი ყავდა კიდე იმის პაროდის მე რომ ასუაკეთებს მაგრამ ისო იყო საბერძნეთში რო კახელი რო იყო კახელი საბერძნეთში 8 წელი ცხოვრობდა მე ამერიკის მოქალაქე იყო და იმას საერთოდ ბერძნული და ის ხონდა მოიცე როგორ ამ ემონს ავენიუ 43 წარმაგარი კაცი სანაყინეში მუშაობ ვერაფჭამ ცივია სასწავლ რაღაც ხო ეგ ძალიან საინტერესოა რა ენა როგორ მუშაობს თან კულტურაში და სამ სოციალურ ამბავში და ნახე ხა ჩვენ ვიტრიალეთ მაინც პროფესიიდან საქმიდან გამომდინარე სტენდაპები ხო ჩადიხარ ძირითადად თავისთავად ქართული დიასპორისთვის სადაც საღამოებს ატარებ მოდი ახლა როგორც მოგზაური მიშა აი ის ჩვეულებრივ ქვეყანაში ნეიტრალურ ქვეყანაში სადაც უბრალოდ დასასვენებლად წასულხარ ტურისტი ხო როგორც ტურისტი აი ესეთ ქვეყანაზე მითხარ რომელია შენი ქვეყანა შენთან ახლოს ან თუნდაც პირიქით შენგან შორს მაგრამ მაგრად გაგიწოდა თუნდაც იმიტომ რომ შენგან შორს იყო და სხვა რამე იყო ხო ის ეგ ძალიან საინტერესო თემაა არ ვიცი ეგ იცვლება ხოლმე რა აი როგორც აი ჩვენი ინტერესები ხოლმე აი მე და შეხო გიყვარს მუსიკა და ლიტერატურაც და აი როგორც იცვლება ხოლმე ჩვენი ინტერესი მუსიკის და ლიტერატურის კინოს ადამიანების და იმის მიმართ ჩემი აზრით ეგეც ეგრე იცვლება რა ერთ პერიოდი ერთი ქვეყანა იმიტომ რომ შე რატო გერგება და რატო არ გერგება არ ვიცი ჩემთვის ცოტათი ამოუცნობია თუმცა კი ყოფილა რაღაც აი პორტოში ვიყავი მახსოვს და საოცრად ლამაზი ქალაქია. პორტუგალიის აი პატარა მაკეტივით არის, მაგრამ რო ჩამოვედი რაღაცა მეინატრება და რაღაცა აღმოჩნდა, იმიტომ რომ იმდენად აი არ ქონდა რა იცი, არ ქონდა დრამა რა. ანუ აქ არისო ადამიანური დრამა, აქ არისო ადამიანური სიხარული და ადამიანური ტკივილი ისე ხელშესახებად, როგორც შეიძლება ნიუ-იორკის ერთ რაღაცა ჩამპალ კაფეში ნახო. აი რაღაც გამიგე, აი ეს არის გზნობა, იმიტომ რომ ყველაფერი ზედმეტად დავარცხნილი და მოწესრიგებული აი ეს უკვე цаრიელი, ეს არის დეკორაცია, რომელსაც ადამიანის ხელი არ ეტყობა, აქ ეტყობა უბრალოდ კაპიტალის, ფულის აი რაღაც. აი ეკლესიებზე ყოველთვის ძალიან ხშირად ევროპაში დიდ ტაძრებს რო უყურებ და ხალხი რო ფოტოებს რაღაცა ხოლმე, სულ ხშირად ვაკვირდებოდი ხოლმე რაღაცა სევდა მაწვება რა. ვერ ვიგებდი ეს რა სევდა, მე რო ფიქრობ რა სევდა არის, ეს არის სევდა, როცა უცებ წარმოვიდგენ რომ აი ამ დიდი ტაძრების მშენებლობას რეალურად რამდენი სისხლი და რამდენი აი ეს რაღაცა ადამიანების ტანჯვა მოყვა რა აი ეს ხო ყველაფერი რაღაცა ეს რომის იმპერიის რაღაცა ეს აი ბევრი ფული რო ჩანს ხო იცი კი ეს ყველაფერი ლამაზია მაგრამ რაღაცა ჩანს აი ადამიანური დიდი ტკივილი რა და მე რო ფიქრობ კი მაგარია ფოტო გადავიღე იქ გადავიღე მაგრამ აი რატომ არის უფრო საინტერესო ეგ თუნდაც სადღაც რაღაცა დიდი ტაძრის რომელიც ძალიან მოპირკეთებულია და იქ პოპულარ ხო იცი აი ბევრი ოქრო როა რა და ბევრი ძალაუფლება სულიერებას ეძებ მაგრამ ძალაუფლება რო უფრო მეტად ჩანს და ეგეთ ქალაქებში ჩანს სადაც რაღაცა ისტორია აი რაღაც ყველაფერს თავის ისტორია მაგრამ ის რაც გალამაზებული აი მაგალითად აღმაშენებლის გამზირი ძალიან ლამაზია მაგრამ მე უფრო მეტად მომწონს აი ყოტი აფხაზის ქუჩის აი ვერცხლის ქუჩა რომელიც დანგრეულია და როდი ჩამოიქცევა არ ვიცი მაგრამ ბევრად ჩემთვის საინტერესოა მაგ ქუჩაზე სიარული ვიდრე აღმაშენებლის გამზირი რომელიც ძალიან ლამაზია და მე მგონია ეგეც ეგრე იცვლება ქალაქები რა მე კიდე ნაყოფი ვარ ერთი ეგეთივე პატარა ქალაქია აუ ერთი ძალიან სასაცილო ქალაქში ნაყოფი ბარსელონაში არის სიჯეს ქვია მე მგონი ჰომოსექსუალების ქალაქია სასაცილო ქალაქი რა ძალიან სასაცილო ქალაქია მეუღლესთან ერთად როზე ხარ შენ და ახეთ მარტო შენ თქვენ რომ ხართ ხალი და კაცი და დანარჩენი აი ყველა კაცი ზის და შენ რო ხარ უხერხულობაში უმცირესობაში ხარ აშკარა და იქ მე საღამოს რომ მიდიხარ და იქაური ნანული რო ხალხს ართობს სახალათები პარაკიანი კატირეკრეკრეკრე ანუ ეგეთი ხალხები ძალიან საინტერესოა რა სინამდვილეში მაგ ხვდები ადამიანი როგორი აბსურდული არსება ანუ კულტურა როგორ ატყუებს ტვინს რა
რომ სადღაც შენ ხარ უმრავლესობაში და ეს გონია პრივილეგია და სადღაც შეიძლება აღმოჩნდეს უმცირესობაში და ეს გეგონოს სხვისი პრივილეგია. რამ დროს აბსურდია რა ის პრივილეგია არ არსებობს. მაგრამ ეგ არის კულტურა მაგ ტყუილებს ქმნის რა. კიდე არ ვიცი მე მგონია რომ გერმანიასთან ხოლმე კიდე ძალიან ისეთი განცდა რა ქვია მშობლიური. არ ვიცი რატომა. შეიძლება ისტორია რაღაცნაირად გავს ეს ჩვენი და მათი ის ადამიანური დრამა რო არსებობს შეიძლება ეგეც ბავშვობის მეგობარი როცა გელოდება ის უკვე მაინც მშობლიურია ხო ეხლა კი მაგრამ სულ მქონდა ეგ განცდა რა მე რო აკვირდები ქვეყნები რომლებსაც მსგავსი პოლიტიკური წარსული აქვს და პრაქტიკა მათ აქვთ მე ალბათ შეიძლება ეს რაღაცა თანაზიარის რაღაცა ეს განცდა რა იმიტომ რომ აი გერმანიაზე სულ მაქვს ეგ განცდა რომ თითქოს ბერლინი რანაირად უნდა გავდეს თბილისს, მაგრამ სულ მგონია რომ რაღაცნაირად თან ბევრჯერ არ ნაყოფილი. მგონია რომ რაღაცა ერთ იმას ვიზიარებთ, რაღაცა ერთ გზაზე ვარ თან სააზო. ხო, არ ვიცი, ეგეთი რაღაცები იცვლება. ეხლა ისე იგიც შორტს ავალთ, მაგრამ ეგეთი რაღაცა აქვს ნათქვამი იმას ის რო იყო რა ქვია, გურჯიევი. ბოლოგურუ თუ როგორც ეს აღნიშნულება ახმოვეთ რა. ჭუიანი კაცი, რომელსაცო ესე იგი არსებობსო ეტაძრებიო, სადაც ადამიანები შედიან, ან შენობებიო ისეთი, სადაც ადამიანები შედიანო და განუჩელათო ეროვნებისაო და წარმომავლობისა მოზიდითო ცრემლები იწყებენ ტირის. და როგორც აღმოჩნდა, ეს არის არქიტექტურული გათვლა, გეომეტრიული, როცა შენ ვერ იგებ რატო ვიწყებ ტირილს მაგრამ გეომეტრია ქმნის ისეთ გარემოს, ისეთ ემოციურ გარემოს, რომ შენ ცრემლები მოგდის რა. და ეგ ძალიან საინტერესოა და ქვეყნებზე ჩემი აზრით იგივე ხდება. შესაძლოა შენ ქვეყნებში და კი მოგწონს, მაგრამ მშობლიურად რატო გზნობ და რატო ვერ გზნობ, ჩემი აზრით და ეს გეომეტრია. აი იგივენაირად როცა ერთი თვე დავჭი მახსოვს ნიუ-იორკში და ფიქრობდი საცხოვრებლად გადასვლას მოგდეთ რა. მოგდეთ გავრბოდი. ის ხოთოში იმან მიშველა you don't know what happened გეგმით თუ წამოხვედი, მაგრამ მის მაგას გაახარეს. თორე არ ვიცი რანაირად დავლაგდებოდი და ყველაზე კომფორტულად გრძნობდი თავს ყველაზე შაშინელ ბინძურ და ნაგვიან ქუჩებში. აი რანაირად არ ვიცი ბრუკლინში, აი ეს იქ სადაც ეს ძირითადად ქართველები და ტაქსი და ეს შაურმა და აი ყველაფერი რა, მოკლედ მანჰეტენელებმაც რო არიციან, რო ეგეთი გამზირები არის, რუსული ისინი მაღაზიები და აი რომელი ნაცნობი ცეცხლიანი ხო მე რო ხტები რა იცი ნაცნობია გამიგე, აი ვაგზლის მოედანზე 90-იანებში ეგ მინახავს. რაღაც ქუჩები ამსგავსებ და ჩემს და იქ თავს ვზნობდი თითქოს რაღაცა უსაფრთხოდ. იმიტომაც არ მოგეწონა ალბათ იმდენად პორტუ ხო შეიძლება ხო რაღაცა არ ვიცი ხო ეგ აკდა იმას შენ თვინში რა რაღაცა ისინი კონსტრუქციები შენ არიცი ანუ სასაცილოა იქ რატო გძნობ სულაც არ არის თან უსაფრთხო ადგილი ის მაგრამ აკავშირებს შენ რაღაცა მეხსიერებასთან მით უმეტეს იქ თუ ქართველები ხდებიან და რაღაცა ნუ გონია თან მაღაზიებია იმის რა ქვია აი ეს ბრაიტონის იმაზე გამზირზე რომელი მაღაზიებია იცი აი კომუნისტურ პერიოდში ჩვენს დედებს და ბებიებს კოპლებიანი ქვაბები რო ქონდათ თუ გახსოვს მოიცა სტაფილოსფერი ქვაბები წითელი კოპლებით და თეთრი ქვაბები ემალის აი ქვაბები იყიდება სანაირად მინუშვებს კიდე არ ვიცი საიდან შემოდის იქ აი ქვაბები არის მაღაზიაში შეხო ემალის ქვაბებს იყიდით და რუსულად გელაპარაკებიან ზეიდით და ერთხელ მაგას უყებოდი ვიღაც იქ რაღაც პერიოდი ხომ დავდიოდი ხოლმე ამ ენობრივ ჯგუფურ შეკრებებზე რომ ეს ინგლისურად მოკლედ გველაპარაკა და ადგილობრივები ახლა იხო მოდიან ზოგი მოდის გასაცნობად კაცო სულ არა აი სენა და ისა და თუ იმას როგორ მეთქი ის ადგილი იცით მეთქი აი წარმოიდგინე მანჰეტენი და რა 15 კილომეტრია რა ბრუკლინი და ის ადგილი ის მეთქი ეს რუსული მაღაზიები როა მეთქი და ქვაბები რო იყიდება საერთოდ ნამყოფი კი არ იცოდა საერთოდ ეგეთი ქუჩა თუ არ ეგ გამზირი თუ არ იცოდა იმდენად გამიჯნული ერთმანეთს ის ჯგუფები რომ იქ არც მე ჯერ უსაფრთხოების ამბავია და არც გაივლის იქ შანსი არ არის ეგ არის ეს მოგზაურობის ერთ-ერთი მხარე შეიძლება ისეთი ადგილი აღმოაჩინოს ტურისტმა თუ რაღაც ცოტა ხნით ჩასულა რო ადგილობრივ არ იცოდეს კი ჩვენთანაც ესე არის ჩვენთანაც არის კი ვიღაცა ჩამოდის და ნახულობს ისეთ ადგილს რაღაცა იმის ფოტოები ვთქვი რომ რა მაგარი ადგილები ქონია აქ ის ტურისტი რო გეუბნება რომ რაღა იქვეყანა და შენ რო პრონაღლები იცი ვიდრე კი ბატონო ისო გიყვება და თუ არის მან სხვა თვალიც არის კიდე იცი არის გარედან შესული აი იმას გავს რა მე რო სტომატოლოგიზე სწავლობდი სატექნიკოზე კბილებს რო ვაკეთებდი ჩვენი ტექნიკი გვეუბნებოდა ხოლმე რომ
20 წელიაო ჩვენო მუშაობთო აქ. მაგრამ რო ვაკეთებთო კვილებსო, ერთმანეთსო უცვლითო და ვაჩვენებთო იმას, რა ქვია, ჩვენ ამუშევასო, რომ შენ თვალი მაინც შეიძლება გაიქცესო და შეგეშალოს რაღაც. და კბილი ძალიან მილიმეტრებში გაკეთდა. და ვაჩვენებ და ის ეგრევე ხედავს, როცა შენი გაკეთებული ნახავ, ეგრევე ხედავს, რომ შეცდომა და ჩემი აზრით ტურისტის ამბავში ეგ ხდება, ინტუიციითაც კი ხვდები შენ სად რა შეიძლება საინტერესო იყოს. აი რაღაც ეგ ამბავია რა. ასაგე, მადლობა, საინტერესო საუბარი ვიხტო, ცოტა ქაოტური გამოგვივიდა. ოღონდ კარგი გაგება. ისი რა ხენი, მე-6 და მე-18 წუთი ამოჭერი და მე-4 ჩამისვი აქ და ცოტა დალაგდება. ცოტა მონტაჟი იწვალებს, მაგრამ მაყურებელს გაუსწორდება ჩემი აზრით. ცოტა ხო რა და ასე რომ ხო, ძალიან ესეთო. მადლობა და უცებ გითხარი უახლოესი ხო არ არის დაგეგმილი სად უახლოესი პირველ რიგში მეც გამოვიყენებ იმას და გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი მიშა ანდღულაძე, ასე ქვია. და უახლოესი ამბები რაც დაიდება. დღეს პრემიერია სხვათა შორის ახალი სტენდაპის, ეგეც ნახეთ, 9-ზე დაიწყება, არა, 7-ზე დაიწყება, 9-ზე დამთავრდება. ან ცოტა ადრე. უახლოესი შევხვდებით დუსელდორფში ერთმანეთს, კახაბერის ბარში და ცოტა გვერდზე. შევხვდეთ შეიძლება ერთმანეთს კეონში, შეიძლება შევხვდეთ ერთმანეთს იტალიაში, არ ვიცი მოკლედ იდეაში ბევრი რაღაცებია. ძალიან კარგი გეგმები. კიდე დანარჩეს AI გეტყვით რა, ეხლა AI-ს სწავლით ვარ დაკავებული და მაგარი ამბავია. ეგ წარმატებები მოიგონებ რაღაცა რამეა. წარმატებები ყველგან ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ქალაქში. ერთი აზია მინდა ეხლა რა, ქვემო ინდოეთი მინდა ვცადო და აფრიკაში თუ არიან ქართველები. ქვემო ინდოეთი კარგი. AI-ს ვკითხავ ის. რაღაც დროის მერე კიდე მოდი და მოგვიყევი რაღაცეები. აფრიკას და აზიას რო ავიფისებ, მიწევით. მადლობა კიდევ ერთხელ, მადლობა მაყურებელს, რომ იყო ჩვენთან ერთად. სულ რაღაც ერთი კვირი დაგემშვიდობები დღეისათვის სულ ეს იყო და მანამდე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ გამოგვიწეროთ, სადაც გვიპოვით ჩემო მეგობრებო. აბა დროებით. გაგიმარჯოთ.